სვან ჯერა რომ შეძლებ გაიკვალო გზა შენთვის და შენი მშვენიერი მუსიკისთვის. ეს ფრაზა 90-იან წლებში ირაკლი ჩარკვიანისადმი გაგზავნილი წერილიდან არის. ცნობილი მუსიკოსის პირადი წერილები ინტელექტმა წიგნის სახით დაბეჭდა. თბილისში ერთადერთ მიცამართ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 20-მდე გზავნილს ახლა მკითხველიც გაეცნობა. წიგნს გურამ წიბახაშვილის ფოტო და ფაქსიმილური ილუსტრაციები აქვს დართული. წერილების თარგმანი გვანცა ჯობავას ეკუთვნის. პრეზენტაცია 24 თებერვალს მეფის გარდაცვალების დღეს ვაკის მედიათეკაში გაიმართება. როგორ უყვარდათ და რას წერდნენ მეფეს უცხოელი თაყვანისმცემელი ქალბატონები, ნახეთ შორენა კობალიაშვილის სიუჟეტში. 90-იან წლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან თბილისში განსაკუთრებულ ადრესატთან გამოგზავნილი წერილები ახლა წიგნის სახით იბეჭდება. როგორ უყვარდათ ირაკლი ჩარკვიანი, პირადი წერილები უკვე მკითხველის საკუთრება გახდა. საოცარი ხმა გაქვს. ისე კარგად მახსოვხარ, რამოდენიმე დღის წინ მანუელას დავურეკებ. მინდოდა ვინმესთან შენზე მესაუბრა. თუ სიზმარი ხარ. პირადი წერილებიდან აღმოაჩინა თუ რამდენი ემოცია არსებობდა მანამდე, ვიდრე ირაკლის ცხოვრებაში თავად გამოჩნდებოდა. წლების შემდეგ წერილებიც სახლში შემთხვევით აღმოაჩინა. ეს წერილები ამასწინათ კედლის კარაჯიდან შემთხვევით თავში დამეცა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იყო ძალიან დიდია ესეთ პარკი, სადაც ეწყო ეს წერილები და საკმაოდ მძიმე იყო, როდესაც დამეცა. სიმწრის რომლებიც ამობივიდა და გამომცემლობაში ინტელექტში მივედი და გამომცემელს ეს რაღაც სიტყვა მოიტანა, მოკლედ უთხარი, რომ წერილები დამეცა თქო და ძალიან გამიხარდა, როდესაც მათ გაუჩნდათ სურვილი ინტელექტს ამ წერილების გამოქვეყნების. კონფიდენციალობა დაცულია, როგორ ხედავდნენ ირაკლის შეყვარებული ქალბატონები. ეს ქეთათოსთვისაც ერთგვარ გამოწვევად იქცა. მეც როგორც ქალს, როგორც ადამიანს, რომელსაც ძალიან მიყვარდა და წარსულში მიჭირს ლაპარაკი, მიყვარს ირაკლი, მიყვარს ყველაფერი ის, რაც მასთან არის დაკავშირებული. და უდიდეს პატივს ვცემ იმ ქალებს, რომლებსაც უყვარდათ ირაკლი. მეფის მუსიკის გულშემატკივარისთვის პირადი წერილების თარგმნა ემოციური და საინტერესო პროცესი აღმოჩნდა. გვანცა ჯობავა ამბობს, რომ თითოეული წერილის ავტორს ირაკლის პიროვნება და შემოქმედება აერთიანებს. ეუბნებიან, რომ მე აღმოვაჩინე წლების შემდეგ, რომ თურმე არასდროს არ მყარებია და არ მცოდნია რა არის სიყვარული. ეს არის რაღაც ზღაპრული ადამიანი მათ ცხოვრებაში, რაღაც ილუზია, რომელიც ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში, შეიძლება მცირე მონაკვეთში ეს ოცნების სახით აუხდა და შემდეგ დარჩა წარსულში. წიგნით პირადი წერილები მისი ერთგული მსმენელი და მკითხველი მეფეს კიდევ ერთხელ თავიდან აღმოაჩენს. გაიგებენ ძალიან ბევრ დეტალს, თუნდაც ვის ეძღვნება ქაღალდის ნავი და ვისთვის დაწერა მან ეს.